სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთი. დღეს არის კვირა, ყველი ერის კვირა ესე ეწოდება და ბოლო კვირა არის უკვე ხვალიდან მარხვა იწყება და ძალიან მნიშვნელოვანია აი ეს ბოლო დარიგება მარხვის დაწყების წინ, აი რა დარიგებას გვაძლევს ეკლესია. და დღეს ავიკითხეთ სახარებიდან, აი სწორედ ადგილი, სადაც აი ეს ბოლო დარიგება არის, აი როგორ დავიწყოთ მარხვა. და სამი რჩევა არის დღეს ქრისტიანისთვის. რჩევა და ლოცვა კურთხევა შეიძლება ითქვას. პირველი ეს არის შენდობის მინიჭება და ესე წერია, რომ თუ შენ მიუტევებ სხვა ადამიანს ღმერთიც მოგიტევებს შენ და თუ არ მიუტევებ ღმერთი არ მოგიტევებს. აი ეს პირველი რაც უნდა გვახსოვდეს, როგორ უნდა დავიწყოთ მარხვა, რომ ჩვენ უნდა შენდობა მივცეთ ყველას. ვინც გვაწყენინა, ვიზეც გაბრაზებული ვართ, ჩვენზე აქ ლაპარაკი, ჩვენ უნდა მივუტევოთ. რატო? იმიტომ რომ ადამიანი ეგოისტია და თუ საკუთარ თავზე არ აუხსენე ყველაფერი ვერ გებულობს კარგად და აი სახარება დღეს გვევნება რომ გინდა რომ გაპატიოს ღმერთმა, მაშინ შენ აპატიე სხვას და თუ შენ არ აპატიებს სხვას, არც შენ არ გაპატიებს ღმერთი. ძალიან მარტივია. თუ გინდა რომ გაპატიოს ღმერთმა, აპატიე შენც აპატიე სხვას. ეს ერთი. მეორე, ესე იგი დარიგება ეს არის, ესეც სახარებიდან წავიკითხეთ, რომ იყო იტრაბახებ ესე რომ ვთქვათ, აი ეს რომ გადმოვიტანოთ ახლა თანამედროვე რეალობაში ეს სიტყვები რაც წერია. ეს არის რომ იტრაბახებ შენი მარხვით. გასაგებია რომ ახლა დიდი მარხვა იწყება და მართლმადიდებელი ქრისტიანები მარხულობენ ყველანი ხო ძირითადად ვისაც შეუძლია, მაგრამ აი მაგალითად მე პირველი კვირა პურზე და წყალზე ვიქნები ან არაფერს არ შევჭამ. აი ამის ლაპარაკი სულაც არ არის საჭირო. ანუ მაგალითად თქვათ მე დღეში ერთხელ ვჭამ, აი სულაც არ არის ამის ლაპარაკი საჭირო. რაც მეც დამალავთ, ასე იგი თქვენს ღვაწლს, არავისი საქმე არ არის ეს. ეს არის მარტო თქვენი ანგარიში უფალთან. და ამიტომ მხოლოდ უფალმა უნდა იცოდეს როგორი სიმკაცრით მარხულობთ, რა თქმა უნდა აუცილებლად მოძღვრის ლოცვა კურთხევით. ისე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მარხვის გავკაცრება. მარხვის რო ვინახავთ ახლა ამაში დიდი არაფერი არ არის, რა ქვია, ამით ვერ ვიტრაბახებთ, მაგრამ აი მარხვის სიმკაცრე უნდა განგისასყროთ მოწყორმა, ეს მეორე და მესამე. ესეთი სწავლებაა, მესამე სწავლება დღეს ეს არის, რომ ეცადეთ რომ თქვენი საუნჯე მოაგროვოთ ძეცის სასუფეველში. ესე იგი თუ თქვენი საუნჯე იქნება დედამიწაზე, მაშინ იმას ან ჩრჩილი დაჭამს, ან არავი მოიპარავს, ან რაღაცა დაემართება აუცილებლად, იმიტომ რომ მატერიალურია ეს ყველაფერი. და ზეცაში არაფერი საფრთხე არ ემუქრება. და შეაგროვეთ თქვენი საუნჯე ზეცაში, იმიტომ რომ სადაც თქვენი საუნჯეა, იქ არის თქვენი გული. აი რას ნიშნავს ეს სიტყვები, როგორ აღვასრულოთ აი ეს ლოცვა კურთხევა, ეს მესამე. ძალიან ნამდვილია, აი რომ წარმოიდგინოთ მაგალითად ადამიანმა, ესე იგი რაიმე ქონება შეიძინა, აი სად არის აქ ესე იგი აი ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ. აი წარმოიდგინეთ რომ ადამიანმა დედამიწაზე შეიძინა ქონება. მაგალითად გადაწყვიტა რომ მანქანა იყიდოს. ჯერ ესე იგი რამდენი შრომა სანამ იყიდი, ესე იგი რომ უნდა გაიკითხო რომელი მანქანა ჯობია, დაწონო შენი შესაძლებლობები, მერე ეს მანქანა სადიშოუ ისეთი როგორიც შენ გინდა, ნუ რამდენს ამას ესე იგი რამდენს ზრუნავს ადამიანი. მერე ბოლოს შეიძენს ამ მანქანას და წარმოიდგინეთ იმას ესე იგი როგორი მოვლა უნდა ცივნიავს არ აკარებს რა ადამიანი ახლა შეძლებ მანქანას და ნუ მოკლედ ბედნიერია რომ ეს მანქანა ყავს. ეხლა აღარ ლაპარაკობ რამე რო არ გამოვიდეს თუდად რომ ამ მანქანას რამე რო დაემართოს, ესე იგი რა დღეს ჩავარდება ეს ადამიანი, ხო? ანუ მოპარონა, რა ვიცი, ნუ მოკლედ მადლობა ღმერთს, ესე იგი ჩვენს დროში აღარ ხდება ეს ჩვენს ქვეყანაში, თორე ადრე მოსწრები ვარ მაგალითად ამას. ხო და იმას ვამბობდი რომ აი როგორი მიჯაჭვული არის ადამიანის გული აი ამ მატერიალურ შენაძენთან, ხო? რატო? იმიტომ რომ ძალიან ბევრი შრომა აქვს დახარჯული. ჯერ ესე იგი რამდენი ეს ფული აკროვა, ხო? მერე ესე იგი როგორ გაარკვია, როგორ შეიძინა, ეხა როგორ უვლის და აი ეს შრომა არის დახარჯული და ამიტომ არის მიჯაჭვული ადამიანი აი ამ ნივთზე.
ხო და რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენ უნდა ვიშრომოთ და დავაგროვოთ ჩვენი საუნჯე ზეცაში. რა არის ეს? ეს არის, ეს მარხვა პირველ რიგში, ლოცვა. შემდეგ გაჭირვებულების დახმარება, რომელიც არავინ არ უნდა იცოდეს, აი ვის როგორ ეხმარებით და ეს არის შრომა. ეს არის შრომა, რომელიც თქვენ დახარჯოთ ზეციური საუნჯის შეძენაში. აი როგორ უნდა შეიძინოთ ზეციური საუნჯი. უნდა იღვაწოთ. სარწმუნოებრივი მოქმედებები უნდა აღასრულოთ. და რაც მეტ შრომას დახარჯავთ, მით მეტად უფრო ძვირფასი იქნება თქვენთვის ის, რასაც შეიძენთ. და ამ შენაძენის ფასი კი ძალიან დიდია, იმიტომ რომ ესე წერია სახარებაში, რომ ერთი ჭიქა წყალიც კი არ დაგეკარგება, იმის რომ მიაწოდო და ღმერთი 100 წილად დაგიბრუნებს ამას. როცა ყველაზე მეტად დაგჭირდება ეს წყალი და როცა ყველაზე მეტად იქნება შენთვის სასიცოცხლო აუცილებელი, აი 100 წილად მაშინ მოგაგებს ამას. და ასევე, ესე იგი, აი ყველაფერი რასაც შეიძენთ, ზეციური სასუფევლისთვის ეს ყველაფერი იქ გროვდება და იმას ნამდვილად არავითარი საფრთხე არ ემუქრება. აი ეს სამი სწავლება არის ძირითადად დღევანდელ სახარებაში, ერთი რომ თუ გინდათ რომ გავპატიოთ ღმერთმა თქვენს აპატიეცხვას, მეორე რომ დამალეთ თქვენი ღვაწლი, ადამიანებს აჩვენებთ. არ არის აუცილებელი ამაზე ლაპარაკი, იტრაბახებთ და მესამე ეს არის რომ დავაგროვოთ ზეციური მარადიული საუნჯე, მარადიული სიმდიდრე, რომელსაც არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ღმერთმა დაგლოცოთ. ესე ამბობდნენ ძველად მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა, ჩვენთან არს ღმერთი. არც და იყოს.